შეიძლება იქნეს მიღებული, იმიტომ რომ უარყოფილი ამ ბიუჯეტს ვერ დაუჭერს. მე მოვისმინე განცხადებები ჩემი ოპონენტების და ჩემთან შემოვიდა ზარებიც მერიიდან, სადაც ესეთ ვერსიასაც მთავაზობენ. 10% დავაკლებთ ბიუჯეტში სხვადასხვა მუხლებს და იმ თქვენს მოთხოვნებს დავაკმაყოფილებთ. ხომ ხედავთ რომ ვაჭრობას დაამსგავსეს ფრიანად ეს პროცესი იმის მაგივრად რომ სერიოზულად ემიჯერათ ამ თემაზე სრულიად ფარსის ბლუსში შეფუთეს ეს ყველაფერი. თუ 10% შესაძლებელი იყო ამის დაკლება, რატომ არ დააკლეს, როცა შემოყვანილ ბიუჯეტი და რატომ გაზარდეს ჰაერით საფნის ბუშტით ფრიანად ბიუჯეტი. თუ ეს შესაძლებელი იყო ვინოში და ამაში ხელს უბრალოდ ყველაფერზე მოდიან ერთი მარტივი მიზეზის გამო ხელი უნდათ ბიუჯეტში თბილისელების მიერ შექმნილ ბიუჯეტში აპატუროთ მე სხვა მოსაზრება უკვე აღარ დამჭა და ამიტომ არ ესეთი კატეგორიული კომისიაზე უნდობლობის გამო რომელიც უნდობლობას თქვენ დააფიქსირეთ 65 მილიონი ბიუჯეტის დასთან დაკავშირებით დედაქალაქის მერიიდან გამოვიდა კონკრეტული წინააღმდეგობა თქვენ შემიძლია ადრესოთ ალბათ რომ 10% შეიძლება გარკვეულ პროგრამებში თანხები გააკეთდეს იმის გამო, რომ დაკმაყოფილდეს ის მოთხოვნები, რომელიც გადაგზავნილ იქნა თბილისის საკრებულოდან ის სურვილები, რომელიც გამოთქვეს საკრებულოს დეპუტატებმა, ქართული ოსმენის ფრაქციებმა. ეს სურვილები ხალხის მოთხოვნებია, ვეტერანების მოთხოვნებია, რომლებსაც ამდენი ხნის განმავლობაში გიგებულად აკრატა განმოსვლია. რომ იმ ვეტერანებისთვის ყურადღება მიეცია, იმ ლეიკემიის ავარიული სახლებისთვის ყურადღება მიეცია. აი ამას დაუპირისპირეთ ჰაერი. ჰაერი არავის არ დაუპირისპირებია, კონკრეტული წინადადება დედაქალაქის მერიიდან რომ შეიცვალოს ბიუჯეტი 10%-იანი პროგრამების კლების ხარჯზე 65 მილიონიანი მატება მოხსნილია დღის წესრიგიდან და სწორედ ლეიკემიით დაავადებული ბავშვების დახმარებისთვის, სწორედ ავარიული სახლების გამაგრებისთვის, სწორედ ომის ვეტერანების დახმარებისთვის და ის წინადადებები მე კომისიაზე ვთქვი რომ ბევრი რამ ორი საათი ადრე 65 მილიონიან ბიუჯეტში ცვლილებას ახორციელებ და 2 საათი ადრე მეუბნებთ ამას და ამას ეძახით რომ სერიოზული და კონკრეტული ვიმუშაოთ იმაზე თუ თქვენი გადაწყვეტილება ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება ბიუჯეტი არ მივიღოთ სხვა არის ძალიან გასაკლებთ და კონკრეტული შეთავაზება რომ ამ საკითხზე გაგრძელდეს მუშაობა და 10%-ის კლების ხარჯზე ყველა პროგრამაზე დაფინანსდეს ის მოთხოვნები რაც წავიდა დედაქალაქის საკრებულოდან თქვენი ფრაქციებიდან ის პრობლემები რომლებიც დგას ქალაქის წინაშე ეს არ გახლავთ მე მინდა შევახსენოთ და შევახსენო საზოგადოებას რომ 2013 წელი დედაქალაქის მერია მაშინ როდესაც მილიარდი ლარი გაიყო თითქმის სახელმწიფო ბიუჯეტი 100 მილიონის გადაჭარბების დაასრულა სწორი მენეჯმენტის და სწორად დაგეგმვის და მართვის ხარჯზე და ის 65 მილიონიანი მატება რომელიც იყო დაგეგმილი ჩემის აზრით იყო რეალისტური რადგან თქვენ ამას არენდობით ბატონო ირაკლი და კოლეგები არენდობიან 10%-იანი ცვლილების ბიუჯეტში ეს არის კონკრეტული შემოთავაზება რომელზეც შეგვიძლია ჩვენ ვიმუშაოთ გათვალისწინებული იქნება ის 140 მილიონზე მეტი მოთხოვნა 140 მილიონიანი 150 მილიონიანი მოთხოვნა რომელიც თბილისის საკრებულოდან წავიდა და მე არ უარყოფ ერთხელ მაინც გადათვალეთ ხო იცოდეთ თუ ახლა მაინც თუ აწევი კომისიის თავმჯდომარე იყო დათვალეთ ჩვენი მოთხოვნის რაოდენობა მეორე რამის თulis გარდა მეორე გაუგნებით საიდან მოგაკეთეს ეს კონკრეტული შემოთავაზება რაბა საიდან რაბა დამითვალეთ საიდან ბიუროზე არ არის ფორმატი სად არის ეს ფორმატი რომ საერთოდ სერიოზულად ილაპარაკოთ გითხარით იქ მოვა ჩვენი მოვა ადგილი დავუდგით სერიოზულად ილაპარაკება არის კიდევ ერთხელ კონკრეტული შემოთავაზება 10%-იანი კლების ხარჯზე როდესაც 65 მილიონიანი უნდობლობის შემდეგ ბიუჯეტი ზრდის 10%-იანი კლების ხარჯზე შევიმუშაოთ და გათვალისწინებული იქნეს ის წინადადებები რომელიც თქვენ წარმოადგენთ იმისთვის სწორადაც რომ ის პროგრამები განხორციელდეს რაც თქვენი სურვილი იყო და ის პროგრამები დაფინანსდეს რაც ჭირდება დედაქალაქის მოსახლეობას